ხო სულ ვამბობთ რომ ეხლა ყველაფერი გაფუჭდა, ჯანსაღი საკვები არ არის, ადრე ჯანსაღად იკვებებოდნენ ჩვენი წინაპრები და ნაწილობრივ მართალია რა თქმა უნდა ეს და რას გულისხმობთ პირველ რიგში როცა ამას ვამბობთ, გულისხმობთ საკვებს რომელიც იწვევს კიბოს, რადგან კიბო არის ნომერ მეორე სიკვდილის მიზეზი მსოფლიოში, ნომერ პირველი არის გულით დაავადებები და ნომერ მეორე არის კიბო, სიმსივნეები. და სიმსივნეების თუ ვიტყვით 60% რითია გამოწვეული მოწევა და საკვები. მოწევასაც ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც საკვებს უზარმაზარი მნიშვნელობა, ამიტომ ორივე გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. დღეს ვისაუბრებთ ტოპ 7 საკვებზე, რომელიც სიმსივნეს იწვევს. თუ ამ 7 საკვებს შეამცირებ, მნიშვნელოვნად შეგმცირდება სიმსივნის განვითარების რისკი ცხოვრებისეულად და დავიწყოთ მე-7-ეთი პირველი ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე საინტერესო, ამიტომ დარჩით ბოლომდე, ვისაც გაინტერესებთ. მე-7 არის შემწვარი ხორცი. შემწვარ ხორცთან რა პრობლემა გვაქვს? პირველი რომ როცა ხორცი იწვის, წარმოიქმნება ჰეტეროციკლური ამინები და ესენი არის კარცინოგენები, რომელიც პირველ რიგში უჯრედებს აზიანებს ნაწლავებში და ნაწილი მათი ხვდება სისხლშიც და აზიანებს პროსტატას განსაკუთრებით და პანკრეას. პანკრეასიც ერთ-ერთი დაუცველი ორგანოა ასეთი კარცინოგენების მიმართ და ადამიანს უვითარდება რისკი მსხვილი ნაწლავის სიმსივნის, კოლორექტალურ სიმსივნეს რომ ეძახიან, პანკრეასის სიმსივნის და პროსტატის სიმსივნის. მეტიც როდესაც ხორცი იწვის და ცხიმი რო ჩამოეწვეთება ცეცხლზე, აი თუ მწვადის შეწვაზე საუბარი ან როცა პირდაპირ ცეცხლზე წვავენ ხოლმე ან ტაფაზე ძალიან მაღალ აწეულზე, ცხიმი როცა იწვის, წარმოიქმნება კვამლი და ეს კვამლი შეიცავს პოლიციკლურ არომატულ ჰიდროკარბონებს. ეს კვამლი მოედება რეალურად ხორცს რაღაც დონეზე. და ეს კიდე მეორე კარცინოგენია და ჯამში ეს კომბინაცია კარცინოგენების იწვევს სიმსივნეებს. ეხლა რამხელა რისკი და რა დროს არის ეს რისკი? როცა ადამიანი ჭამს კატლეტებს, ნებისმიერი სახის შემწვარ ხორცს, მწვადებს, რისკი მნიშვნელოვანია. რამდენი უნდა ჭამოს ადამიანმა რომ უსაფრთხო იყოს, ან დიდად უსაფრთხო დოზა არ არსებობს, მაგრამ რისკი მნიშვნელოვნად იზრდება თუ ადამიანი კვირაში 2-ზე მეტჯერ ჭამს ასეთ შემწვარ ხორცს. შესაბამისად, შემწვარ ხორცს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ადამიანები. აქვე ჩდება კითხვა, რომ მოხარშული ხორციც ესეა, ან მოხარშულიც იწვევს. მოხარშული ნაკლები პრობლემაა, იმიტომ რომ ეს კარცინოგენები წარმოიქმნება დაახლოებით 150 გრადუსზე მეტად, როცა იმატებს ტემპერატურა, ზოგჯერ 120 გრადუსიდან უკვე მნიშვნელოვნად იწყება და მოხარშვისას 100 გრადუსის ფარგლებშია ხოლმე ტემპერატურა. შესაბამისად, ვინც ხარშავს, ის მეტად დაცულია, ამიტომ თუ არჩევანი გაქვს, რომ თქვათ შევწვა თუ მოხარშო, ყოველთვის მოხარშვა ჯობია. მე-6 საკვები, რომელსაც დავასახელებ როგორც სიმსივნის გამოწვევს, არის რძე და რძის პროდუქტები მეტნაკლებად. აქ ცოტა საკამათოდ ააღვან საქმე და გეტყვით რატომაც. რძე შეიცავს ესტროგენებს, ბუნებრივად ჰორმონია, ქალური ჰორმონი ძროხისგან და შეიცავს ასევე ინსულინის მსგავს ზრდის ფაქტორს, რომელსაც შეუძლია რომ უჯრედების ზრდა გამოიწვიოს. ანუ სიმსივნის ზრდას შეუწყოს ხელი, დააპროვოციროს. ეს ორი კომბინაცია პროსტატის სიმსივნის რისკს ზრდის. რისკს ზრდის თუ მიიღებს ადამიანი 2 ჭიქაზე მეტ რძეს დღის განმავლობაში, რეგულარულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კაცებისთვის არის უფრო დიდი პრობლემა. ქალებში მნიშვნელოვნად არაფრის რისკს არ ზრდის, ამიტომ ქალები უფრო დაცულები არიან ამ მხრივ. მაგრამ მეორე დადებითი მხარეც აქვს რძის მიღებას, რომ ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს, დაახლოებით 15%-ით. კი ზრდის, ანუ პროსტატის კიბოს რისკს, მაგრამ მეორე სიმსივნის
რისკს ამცირებს. ამას აკეთებს კალციუმის ხარჯზე, რომელიც რძეში შედის დიდი რაოდენობით და ეს კალციუმი ნაღლის მჟავებს უკავშირდება და ეს ნაღლის მჟავები ვერ აზიანებენ მსხვილ ნაწლავს და ეგ არის მექანიზმი, რით იცავს, ანუ როცა აზიანდება ნაწლავი, უჯრედების მუტაციაც ნაკლებად ვითარდება და დაცულია. ასევე საკამათოა რძის პროდუქტები, ხო, ყველაზე იტყვის ადამიანი რომ ყველი რომ მივიღო შეიძლება კი მცირედით ეგენიც მოქმედებენ და ზრდიან რისკებს, მაგრამ ეს რისკები ძალიან მცირეა, ამიტომ უფრო მეტად რძეზეა მოკლედ დამოკიდებული და რძე არის მე-6. ამ შემთხვევაში ადამიანმა შეუძლია ერთი ჭიქა ან ნაკლები მიიღოს დღის განმავლობაში და რაიმე რისკს მნიშვნელოვნად არ გააზრდის, შესაბამისად ეგ ნორმალურია. მე-5 საკვებს ვიტყვი მარილიან საკვებს და მარილს როგორ ახლა არიან ადამიანები, რომლებიც საკვებს თითქმის ყოველთვის ამატებენ მარილს. არის კულტურები, რომელშიც ძალიან მარილიანი საკვებია მიღებული, აზიური კულტურები მაგალითად. ძალიან ხშირია ესეთი და ასეთ ადამიანებში, რომლებიც დიდი რაოდენობით მარილს იღებენ, დაახლოებით 60%-ით მეტია კუჭის კიბოს რისკი. ეს არის უზარმაზარი რისკი მარილის გამო. მარილი რას აკეთებს? მარილი ერთი რომ პირდაპირ უჯრედებს როგორ აზიანებს, დეჰიდრატაციას იწვევს უჯრედების და ასევე აზოტის ნაერთებს შეიცავს ის საკვები ხშირად, რომელიც ასევე დამარილებულია, აი დამარინადებული საკვები ხშირად, რომელიც თქვათ აზიაში ძალიან გავრცელებულია, არის ძალიან მარილიანი და მათი კულტურის ნაწილია ეს და არა მარტო მათი საქართველოში ძალიან მარილიანი საკვებს ვჭამთ ჩვენ და ეს მარილი მნიშვნელოვნად ზრდის კუჭის კიბოს რისკს. განსაკუთრებით ეს რისკი იზრდება თუ ადამიანს აქვს ინფექცია ჰელიკობაქტერ პილორით თუ არის ინფიცირებული, რომელიც კუჭის ლორწოვანს ასევე აზიანებს კუჭის უჯრედებს და მუტაციას ხელს უწყობს. მოკლედ, ანუ რაც მეტად ზიანდება უჯრედები, მით მეტი შანსია რომ იქ განვითარდეს სიმსივნე. ეგ არის პრინციპი და თუ აზიანებს რაღაცა მუდმივად, იქ რისკი იზრდება. შესაბამისად, მარილი და რამდენია ნორმა იტყვის ადამიანი? ნორმა არის 5 გრამი და ნაკლები დღის განმავლობაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია, რომ 5 გრამზე ნაკლები მარილი მივიღოთ დღეში, იმისთვის რომ დაცული ვიყოთ. კუჭის გარდა სხვა რამესაც აზიანებს მარილი, საყლაპავის კიბოც შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელსაც უყვართ მარილიანიც და ალკოჰოლიც ორივე ერთად. შემდეგი საკვები, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სიმსივნეების რისკს, არის შემწვარი საკვები ზოგადად. შემწვარი საკვები დაწყებული შემწვარი კარტოფილით და დამთავრებული გამომცხვარი პურით. მოკლედ, რაც შეწითლებულია, ყველაფერი შემწვარია. პრობლემა რაშია ახლა? განსაკუთრებით როცა ნახშირწყლები იწვის, მაგალითად პური, ბრინჯი და ხორბლისგან პურეულობა, რაცა ფუნთუშეულობა ესენი. როცა იწვის მაღალ ტემპერატურაზე, 120 გრადუს რო აცილდება როგორც წესი, წარმოქმნის აკრილამიდებს. აკრილამიდები არის კარცინოგენები და აზიანებს უჯრედებს და მუტაციას იწვევს უჯრედებში. მეორეს მხრივ, მაღალ ტემპერატურაზე შაქრები უკავშირდება ცხიმებს და ცილებს და მათ გლიკაციას ახდენენ. შაქარ დაკავშირებული კომპონენტები წარმოიქმნება მოკლედ, რომლებიც ასევე არის კარცინოგენები და სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს. მეტიც თუ კი ადამიანი იყენებს ზეთს შეწვისთვის, განსაკუთრებით რამდენჯერმე როცა წვავენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინდუსტრიული ზეთები, რომელიც გამოიყენება, გათვლილია იმაზე, რომ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელდეს, მაგრამ მაინც წარმოიქმნება კარცინოგენები გაცხელებისას და ეგეც სიმსივნეების რისკს ზრდის. ამიტომ შემწვარი საკვები სრული კომბინაციაა რეალურად კარცინოგენების, მაშინაც კი თუ ზეთის გარეშეა შემწვარი, მაგრამ ზეთთან უფრო მეტად, რა თქმა უნდა, გარეთ შემწვარზე მით უმეტეს, აი გინახიათ ღვეზელები და ესეთი საკვები, რომელიც
საცხობებში რო იყიდება, რამდენჯერ არის ერთ და იგივე ზეთში შემწვარი ღმერთმა იცის, ხო? და ანუ მან წარმოუდგენელია იმაზე ფიქრიც კი, რომ ის ზეთი რა ზეთია, რაშიც წვავენ. ამიტომ სავსეა კარცინოგენებით რისი სიმსივნეების რისკს ზრდის. საკვერცხეების, საშვილოს ნოსი, ანუ ენდომეტრიუმის, მკერდის კიბოს რისკს და პროსტატის კიბოს. ანუ რეალურად ორგანიზმს ყველა მხრიდან უტევს აი ეს კარცინოგენები. ამიტომ შემწვარი თუ შეიძლება რომ ჩანაცვლდეს, უნდა ჩანაცვლდეს. და კითხვა არის ხოლმე ხშირად, რომ შემწვარი აირღუმელშიც ესეთი არასასარგებლოა თუ არა უშავს აირღუმელში, აირღუმელშიც წარმოიქმნება კარცინოგენები, მაგრამ ბევრად ნაკლები. ზოგადად მიიჩნევა, რომ თქვათ ტაფაზე წარმოქმნილი 170 გრადუსი და აირღუმელის 170 გრადუსი ერთი და იგივე არ არის. შესაბამისად, აირღუმელში შემწვარშიც არის კარცინოგენები, მაგრამ ნაკლები. მესამე საკვები, რომელიც უნდა ავღნიშნოთ, არის პურეულობა. პურეულობა ცალკე კიდე პრობლემაა, გარდა იმისა, რომ თქვათ გამომცხვარია და დამწვარია, ბრინჯი მოხარშულიც მათ შორის და ნებისმიერი გადამუშავებული მარცვლეულობა, რომელიც არის ზედმეტად დამუშავებული. ზედმეტად დამუშავებულში იგულისხმება, რომ მაქსიმალურად წვრილად დაფქვილია და ადვილი მოსანელებელია, როგორც თეთრი პური. პრობლემა რაშია ახლა? ან პირდაპირ ეგენი სიმსივნეს არ იწვევს. თეთრი პური რო შეჭამო, თქვათ პურის გული სიმსივნეს არ გამოიწვევს პირდაპირ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შაქრის დონეს წევს სისხლში ძალიან ადვილად და ეს შაქრის დონე ასტიმულირებს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის გამომუშავებას, რომელიც სიმსივნეების რისკს ზრდის. მეორეს მხრივ, აი ეს არასტაბილური შაქარი იწვევს ორგანიზმში ანთებას, ქრონიკულ ანთებას. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ერთხელ ადამიანმა 5 ნაჭერი პური შეჭამოს და ეს ორგანიზმში გამოიწვევს ანთებას, ასე არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კი რეგულარულად ღებულობს ადამიანი აი ესეთ პულს და ესეთ საკვებს, რომელსაც ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს და შაქრის დონეზე მოქმედებს, ორგანიზმში იწვევს ქრონიკულ ანთებას და ქრონიკული ანთება აზიანებს უჯრედებს და დაზიანებული უჯრედებისგან წარმოიქმნება სიმსივნეები. ამიტომ ორგანიზმში როცა ქრონიკული ანთება, ეს ძალიან არასასურველია და მაღალ გლიკემიური საკვები ამას უწყობს ხელს. ამიტომ თეთრი პური, პურეულობა და ესეთი საკვები მაქსიმალურად უნდა. და აქ არის კიდე კითხვა, რომ ადამიანები ამბობენ, რამდენია ბევრი, რამდენი უნდა მივიღო, ან რამდენი უნდა არ მივიღო, რამდენ პურს ქვია ბევრი. ბევრი ქვია თუ ორ ნაჭერზე ბევრია. ანუ ერთ ჭამაზე ორ ნაჭერს ან მეტ პურს თუ ჭამ, ბევრია. მეორე საკითხია, რომ ყოველთვის შეუკავშირე როცა პურს ჭამ ცილასთან, მაგალითად ხორცთან ერთად ჭამე, ან კვერცხთან ერთად, ან სხვა ცილასთან ერთად ლობიო და ასე, რომ შეწოვა გლუკოზის შემცირდეს და შეფერხდეს, რომ სისხლში შაქრის დონე არ მოიმატოს. მაგრამ ზოგადად ორი ნაჭერი პურზე და მეტი უკვე ბევრად ითვლება და ორგანიზმისთვის ზედმეტი სტრესია. ამიტომ მინიმიზება არის სასურველი. მეორე ადგილზე გავიყვან შაქრიან სასმელებს. შაქრიანი სასმელები არის დიდი პრობლემა, რადგან შაქრის დონეზე მოქმედებენ პირდაპირ. შაქრიანი სასმელების დალევის დროს რეალურად მით უმეტეს თუ საკვების გარეშე ჭამ, შაქრის დონე იმატებს ერთბაშად და დადგენილია კვლევებით, რომ რა თქმა უნდა პირდაპირ არ იწვევენ ეგენი სიმსივნეს, მაგრამ ორგანიზმში ჯამურად სიმსივნის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვავენ შაქრიან სასმელებს, 17-20% უფრო მაღალი აქვთ სიმსივნეების განვითარების რისკი. ბევრი სიმსივნის სახეობის, რადგან პირდაპირ კავშირშია ეს როგორც წესი ინსულინ რეზისტენტობასთან, ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის მომატებასთან და ჭარბწონასთან. ჭარბიწონაც დამატებით რისკ ფაქტორია სიმსივნისთვის. ამიტომ ჯამურად ეს ყველაფერი ერთად სიმსივნის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ერთი ბოთლი კოლა არაფერია
მაგრამ თუ კი რეგულარულად იღებ, ეს შაქარზე მოქმედებს უარყოფითად და ჯამურად ჯანმრთელობაზე მოქმედებს უარყოფითად. და პირველ ადგილზე ყველაზე მთავარი, რასაც გავიყვან, არის დამუშავებული ხორცი. დამუშავებული ხორცი იმდენად დიდი პრობლემაა, რომ შეყვანილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, შეყვანილია როგორც A-ჯგუფის კარცინოგენები, ანუ დადასტურებულად სიმსივნის გამომწვევია. ისე კი არა, რომ ხა შაქარზე თუ ვიტყვით, შაქარი არაპირდაპირ ხელს უწყობს კი, მაგრამ პირდაპირ კიბოს გამომწვევი არ არის. და სხვა კიდე ბევრი თქვა ნახშირწყლები ან თეთრი პური არსად არ წერია რომ პირდაპირ თეთრ პურს შეჭამ და კიბოს იწვევს, ესე არა, მაგრამ დამუშავებულ ხორცზე წერია. დამუშავებული ხორცები რა არის? ძეხვი, სოსისი, ბეკონი და ესეთი სხვადასხვა სახის ხორცეულობა, რომელიც მარტივად იჭმევა მოკლედ და ინახება დიდხანს და ადვილად იჭრება. ესენი ყველა არის დამუშავებული ხორცი. რა პრობლემაა დამუშავებულ ხორცში? მთავარი პრობლემა არის აზოტოვანი კომპონენტები, რომელიც გამოიყენება, ეს ნიტრატები, ნიტრიტები გამოიყენება იმისთვის, რომ დიდხანს შეინახოს ხორცი და დამუშავდეს კარგად. ანუ წარმოების პროცესში გამოიყენება, მოკლედ და ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. პირდაპირ კარცინოგენებია ეგენი. მეორეს მხრივ, რაც თქვით, ჰეტეროციკლური ამინები და პოლიციკლური ჰიდროკარბონები, რომელიც შეწვის დროს გამოიყოფა, ესენი დამატებით კარცინოგენებია და ანუ თავისი გასაჭირი არ იყოფა ძეხვს და კიდე რომ შეწვალ, კიდე დამატებით კარცინოგენებს ღებულობ, მაგით და მესამე კიდე არის შეიცავს რკინას ჰემის ფორმით და რკინაც თავის მხრივ ოქსიდაციურ სტრესს იწვევს ორგანიზმში და აზიანებს უჯრედებს. ამიტომ დამუშავებული ხორცი პირველი კლასის კარცინოგენია, აი ძეხვები, სოსისები და ასე, და წითელი ხორციც კარცინოგენია. ესენი განსაკუთრებით ზრდიან მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს, მაგრამ კუჭის კიბოს რისკს, პანკრეასის, პროსტატის, ანუ სხვადასხვა კიბოების რისკსაც ზრდიან. არა მარტო მსხვილი ნაწლავის, თუმცა ყველაზე მეტად მსხვილი ნაწლავზე მოქმედებენ ეგ რა თქმა უნდა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ დამუშავებული ხორცი, ძეხვეულობა და ასეთი საკვები. და აქ იქნება კითხვა, რომ რამდენია ბევრი აქაც, ხო, არის რამე ზომა, რომ ჭამოდა არაფერი. 50 გრამი და მეტი მიიჩნევა უკვე რომ სიმსივნის რისკს ზრდის. 50 გრამი რა არის? 1 ცალი სოსისი. 1 ცალი სოსისზე მეც თუ შეჭამ უკვე რისკია. ნუ 1 ცალიც 50-ია და ეგეც რისკია. 2 ცალი, 2 ნაჭერი თხელი ნაჭერი ბეკონი 50 გრამია დაახლოებით. ეგეც რისკია. ანუ რო ვთქვათ რომ არის უსაფრთხო დოზა ძეხვეულობის პრაქტიკულად არ არის. ნუ 1000-ში ერთხელ შეგიძლია ჭამო, ახლა 1000-ში ერთხელ ყველაფრის ჭამა შეიძლება, მაგრამ აქ საუბარია ფოკუსი რაზე გავასწოროთ და იგივე წითელი ხორცი. წითელი ხორცი ნაკლებ მავნებელია, მაგრამ მთავარი პრობლემა წითელ ხორცში არის რკინა, რომელიც ოქსიდაციურ სტრესს იწვევს მნიშვნელოვანს, აზიანებს უჯრედებს და შემდეგ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს ზრდის. ნუ რო არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შეწვისას, რომ კარცინოგენები წარმოიქმნება და ნუ თუ დამუშავებულია ხო მთლად უარესი. და ბოლოს ბონუსის სახით ვიტყოდი, რომ ალკოჰოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სულ რატომღაც მეკამათებიან ხოლმე ალკოჰოლზე, რომ აი ალკოჰოლი შეიძლება, კი არ მეკამათებიან ხოლმე, მევაჭრებიან ხოლმე ალკოჰოლზე, რომ შეიძლება, მაგალითად ხო შეიძლება რომ ცოტა ალკოჰოლი იყოს, არ იყოს მავნებელი და ესე. სამწუხაროდ ასე არ არის. ალკოჰოლიც არის კარცინოგენების პირველ ჯგუფში მოთავსებული, პირდაპირ კარცინოგენია. ალკოჰოლი აცეტალდეჰიდად გარდაიქმნება, რაც პირდაპირ კარცინოგენია ჩვენი ორგანიზმისთვის და ზრდის ბევრი სიმსივნის რისკს, მათ შორის პირის ღრუს, საყლაპავის, კუჭის, პანკრეასის, მკერდის კიბოს რისკს. აი მკერდის კიბოს რისკს ზრდის ერთი ჭიქა ღვინოც რომ დალიოს ქალმა დღეში
დაახლოებით 10% ზრდის მკერდის კიბოს რისკს. შესაბამისად, რატომ? თორე კი ამიტომ არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა და კი ვიღაცა იწვევს რომ რეზვერატროლს რო შეიცავს, ან შენ თუ უგულებელყოფ იმ რისკს, რაც ალკოჰოლს მოაქვს და მარტო ფოკუსს გააკეთებ სარგებელზე, რაც შეიძლება ღვინომ წითელმა ღვინომ მოიტანოს, მაშინ კი, მაგრამ რისკის უგულებელყოფა ხო არ შეიძლება, მithomეს ახლა რისკი როცა სიმსივნეა, პატარა რამე ხომ არ არის ეს რისკი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ, ან დააკომენტარეთ, ეგ იქნება თქვენი სოლიდარობის გამოხატულება ჩემი არხის მიმართ, იმიტომ რომ YouTube-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ რაიმე აქტივობა განახორციელოთ, მაგალითად ან დალაიქოთ, ან დააკომენტაროთ, ან დააშეაროთ, ან რამე. მოკლედ, გამოწეროთ არხი, რომ YouTube მიხვდეს, რომ ეს ვიდეო არის საინტერესო და აჩვენოს სხვა ადამიანებსაც, ამით რა თქმა უნდა ჯანმრთელობის პოპულარიზაციასაც ხელს შეუწყობთ და მონაწილეობას მიიღებთ ამ დიდ საქმეში. ასე რომ ვისაც მოგწონთ, შეგიძლიათ დამირგეთ გვერდში. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.